მე ისევე როგორც ჩენ დაიბადე საქართველოში, გონი. საქართველო კი მდიდარია კულინარიით, განსაკუთრებით კი გვიყვარს ისეთი პროდუქტები, რომელშიც ხორცი იჯობია კაი გემრიელ ცხელ ხინკალს. მაგრამ ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ხორცს. გადავწყვიტე ერთი კვირით მეც უარი ვთქვა ხორცზე. ვნახოთ, გაუძლებ ამ განსაცდელს თუ ვერა. რაის ვეგანობა ძმა. ჩემი ვეგეტარიანელობის პირველი დღეა, ახლა გავუღვიძე, მაგრამ სახში ვერ ვასწრებ ჭამას, ხა უნდა გამოვიცვალო და წავიდე სამსახურში. მარტივად მგონია რომ გავართვევ ამ ჩელენჯს თავ. ამ მარტივი ფიქრების გამო დაუშვი ერთი შეცდომა. რომ გაიგოთ რა არის ჩემი შეცდომა, უნდა გაიცნოთ ბექა. ეს ბექა, მე და ბექა მეგობრები და მეზობლები ვართ. ასევე ერთად მუშაობთ სხვადასხვა კომპანიებში კონტენტ კრეატორად და შესაბამისად დროის გატარება ხშირად გვიწევს ერთმანეთთან. ერთი კვირის განმავლობაში თუ შეძლებ რომ შემასწინო და ხორცი მაჭამო 300 ლარს მოგცემ. დღეს ეს იყო ერთ-ერთი შეცდომა. ვეგეტარიანელობა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდება ჩემთვის. ერთი კვირა ვემშვიდობები ამ ყველაფერს. რამდენი ხორციანი რაღაცაა და მე სალათი უნდა ვჭამო. ბექამ აიღო ასეთი გემრიელობა. არა, გამეავიღო ესეთი რაღაცა. სალათი და ლობიანი. ცუდი არ არის. თითქოს თლიანად შევჭამე ეს. არა თავს ისე უძნობ. თითქოს რაღაცა მაკლია რა, შეასავით რა, არ ვიცი როგორ ავწერო რა. მოგვიანებით გადავწყვიტე რჩევები ჩემი მეგობრისგან ამეღო, რომელიც უკვე 5 წელია ვეგეტარიანელია. მან კი რჩევებთან ერთად დამისვა ერთი კითხვა, რომელიც ალბათ თქვენც გაინტერესებთ. რატომ გადაწყვიტე ვეგეტარიანელობა? რამდენიმე წელია უკვე არაჯანსაღად ვიკვებები, დილაობით რადგან ვერ ვასწრებდი სახლში ჭამას, გარეთ მარტივი გამოსავალი ყოველთვის იყო ფესტფუდები. სახლში მოსვლისას კი მეზარებოდა საჭმლის გაკეთება და ძირითადად ვიძახებდი და წლებია უკვე არაჯანსაღად ვიკვებები და ვერც კი ვამჩნევდი თუ რაოდენ ცუდი გავლენა შეიძლება ქონდეს არაჯანსაღ კვებას ადამიანს. პირველი დღე ცოტა რთული აღმოჩნდა ჩემთვის, მეორე დღეც გადავაგორე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ახლა მელოდება, იმიტომ რომ შაურმაში ვართ კონტენტ კრეატორები და მუდმივად ხორცთან მიწევს ახლა შეხება და რაღაცების გადაღება და მოკლედ ძალიან რთულია ჩემთვის. მაგრამ ეს რთული არაფერია შემდეგ დღესთან შედარებით. ყველა მონეტას გააჩნია ორი მხარე. შესაბამისად დავიწყე დაკვირვება თუ რა დადებითი გავლენა შეიძლებოდა ქონოდა ჩემზე ვეგეტარიანელობას და ერთ-ერთი მათგანია ენერგია. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ხორცის მონელებას მეტი ენერგია სჭირდება, რადგან ცილები და ცხიმების დაშლა რთული პროცესია, ხოლო მცენარეული საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული, შედარებით მარტივად მონელებადია და ორგანიზმს სწრაფად აძლევს ენერგიას. აქ მუშაობთ კონტენტ კრეატორებად და შოთა დღეს გასაჯავს მექსიკურს და არადა ძალიან მშია. ბექა ნაზლევის გამო მუდმივ წნეხში მამყოფებდა და მაკდონალდშიც კი დამპატიჟა ბურგერზე. ვიყიდი ბიგ მაკს. არ მინდა რამე ის მიყიდო ვეგეტარიანობა. 3 წელი ბიგ მაკი გინდა ვეგეტარიანობა. მოკლედ ასე ცდილობ შენ პროვოცირებას, მაგრამ მე არ შევჭამა ის ხორცს. ხოლმე ეთქო. არა, მადლობა. ახლა მაგარ ბიგ მაკი ერთმა ეს ზაკაზია იმის. დავედი მე მოკლედ. სახში. გვაკამოლეს გავიკეთებ ან რამეს. ჭადი შევწვი და ავოკადო და ეს ორი კომბინაცია არის ყველაზე გემრიელი კომბინაცია, იცან უხდება ავოკადოს მჭადი. ალამაზი დღეა. წავი. დაბადების დღეა. აქ ბექას ორი რამ ახარებს. მისი დაბადების დღე და შანსი რომ სუფრაზე შესაძლოა ხორცისკენ ხელი წამიცდეს. წინ გადამიდეს. მიაძალეთ ხორცი, იმას რა ქვია, მამა. ამას ხორცი უყვარს, მაგრამ და მიაძალეთ. ყველანაირად ეცადა რომ ხორცი გამესინჯა. გემრიელია ძმაო, ნაღდი ყურია. მაგრამ ვერ ვაჭამე მე ხორცი რა. და ხორჭამს რა მოგცემ? მე აგერ ვარ სალათაზე და მექსიკურს. ხორცობას არა ერთ, არამედ ორ სუფრაზე გაუძელ. რამაც მივყვანა კიდევ ერთ ბენეფიტამდე, რაც ვეგეტარიანელობა მომიტანა. ესაა თავშეკავებულობა. თავშეკავებულობას კი უამრავი ბენეფიტი გააჩნია. შევძენთ. მეშვიდე დღეს გადავწყვიტე ჩემს ვეგეტარიანელ მეგობართან ერთად ვეგანურ კაფეში წასულიყავ. რამე ახალი დამეგემოვნებინ. მე არ ვიცი, რამდენად მოეწყონება ჩემი არჩეული კერძები. იმიტომ რომ აქამდე ხორცს ჭამდა და ეხა ერთი კვირა აჩალენჯებს თავის თავს. მოდი წოდი და ხინკალი გავსინჯეთ. ძალიან საინტერესო იქნება. ვეგანურ კაფეში წაიყვანე. სა ვეგეტარიანული ხინკალი და ვეგეტარიანული ისა. წვადი, რომელიც კარტოფილს როს. შენი რეაქციის მეშინია სიმართლე ანუ გითხრა. ეს ამეგობრებო, ხორცი არა. სუპი არა.
ვიყოთ მართლა. სიტყვით წვადს მაგონებს, მაგრამ წვადი არა, სხვა რაღაცაა. წვადი არ უნდა დაუძახოთ, მაგრამ ძალიან გემრიელი რაღაცაა. უბრალოდ წვადი წვადის. ვერდიქტი რა არის? წვადი გემრიელია ძალიან. ამ ყველაფერმა კიდევ ერთ ბენეფიტამდე მემიყვანა ახალი გემოები. მსგავსი გემოები, რაც ამ დღეების მანძილზე გავსინჯე, აქამდე არ მქონდა დაგემოვნებული. როგორც უკვე თქვი, მონეტას ორი მხარე აქვს და გადაწყვეტე მეგობრისთვის დამესვა კითხვა. ამ მინუსები შეიძლება ქონდეს ვეგეტარიანელობას რა. დამოკიდებულება არის ხოლმე ძირითადად, აი იცი როგორ, აი მე უფრო მეტი დამრჩება. თქვენ არ ჭამოთ და მე უფრო მეტ ხორცს შევჭამ. ან ძირითადად ცინიკურია ხოლმე, მაგრამ მაგას მივაჩვე რეაქცია არ მაქვს. პირობითად ავიღოთ რა, ძალიან ცუდად მხდება ყურში ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც მაიძულებენ რომ ხორცი ვჭამო. იმიტომ რომ ისინი არ გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან. ანუ არც ერთი ვეგეტარიანელი ან ვეგანი არ დაგიჯდება და ამას არ გაიძულებს. ანუ უბრალოდ თუ დაუსვამ კითხვას, გეტყვის რომ ეს მიზეზებია და აგერ ბატონო შენი არჩევანი. ანუ მე იძულებულს ვხდიან რა, იმ ხელა წნეხის ქვეშ ვარ რა რაღაცნაირად იძულება უფრო გამოდის ხოლმე ვიდრე რჩევა და მგონია რომ მაგ ყველაფერს თუ რაღაცა სწორ გზას მისცემენ და სწორი ფორმით მოიტანენ ჩემამ და რა თქმა უნდა რაღაც ხრივ გულდასაწყვეტია რომ ადამიანებს საქართველოში მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ვეგეტარიანელი და ვეგანი ადამიანების მიმართ. ისინი ხომ უბრალოდ ირჩევენ ცხოვრების გზას და იმას, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს.